შუქაკიძეების საძმოს წევრებს დღეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ 16 პირი, რომელსაც ქურდული სამყაროს წევრობას, მხარდაჭერას ან მიმართვას ედავებოდნენ, ციხეს დროზე ადრე დატოვებენ. მათი ნაწილი 4 პირი დღეს სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან პირდაპირ გათავისუფლდა. ნაწილი მათგანი, ვინც მხარს უჭერდა ქურდულ საქმიანობას, 8 თვიან პატიმრობას მოიხდის. ის ადამიანები კი, ვინც უშუალოდ ქურდული სამყაროს წევრები იყვნენ, საპატიმროში მხოლოდ 1 წელს გაატარებენ. მათ შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდება რამდენიმე თვეში ციხიდან ნოდო გდანსკის ძმა ლევან შუკაკიძე, კაცი, რომელიც გამოძიების მასალების თანახმად სათავეში ედგა საფლავების რეკეტს. ამ მასალების მიხედვით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შაბათის ეთერმა მოიპოვა და გაასაჯაროვა, დგინდება ის, რომ ფული სასაფლავებიდან მიდიოდა ჯერ შუკაკიძესთან, შემდეგ კი სავარაუდოდ ქურდულ საერთოში. საპროცესო ასევე გაუფორმდა პირს, რომელიც აი ამ სასაფლავების რეკეტის საქმეში ნოდო გდანსკის ძმის მარჯვენა ხელი იყო. ეს არის იოსებ გოგოსაშვილი და ისიც ციხეს დროზე ადრე რამდენიმე თვეში დატოვებს. დღეს დარბაზიდან გათავისუფლებულებმა მედიასთან საუბარი არ მოინდომეს, რაც შეეხება მათ უფლებადამცველებს. ყველა ამბობს იმას, რომ თანამშრომლობის ნაწილში მათ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუწიათ. ერთადერთი რაც გააკეთეს არის ის, რომ წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარეს. ელოდებოდით გათავისუფლებას? აღიარეთ ხო დანაშაულები ამის საფუძველზე გათავისუფლდით ეს მაინც თქვენი წარმომადგენელი ხარ და ანუ აღიარეთ ხო პროკურატურა ამბობს რომ ითანამშრომლეთ სრულად და ჩვენება მიეცით შუკაკიძეების წინააღმდეგ მიეცით ჩვენება ეს არის საინტერესო იმიტომ რომ ისახელდებოდა ლევანი ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელად ხო და გამოძიებას მის შესახებ მოკითხები საპროცესო შეთანხმება არის როგორც ბრალდებულის ნების გამოვლენა აღიარებით, ისე პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილება. შესაბამისად, რის სანაცვლოდ უნდა გაფორმებულიყო ბრალდებულმა გამოავლინა ნება, აღიარა დანაშაულმა და აღიარა დანაშაული პროკურატურამ გამოიყენა მისი დისკრეციული უფლებამოსილება. რას ედავებოდა გამოძიება მას რა აღიარა აი რა ნაწილში ეს? ქურდული სამყაროს წევრობა. შუკაკიძის ჯგუფის წევრი იყო თქვენი დასაცავი პირი, ხო? არავინ არავის ჯგუფის წევრი არ იყო, რომელ ბრალდებასაც ედავებოდა პროკურატურა და შემდგომ დღეს იყო წინასასამართლოს ხდომა, დამთავრდა სისხლის სამართლის საქმე, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება. გიორგი ჩადუნელს კონკრეტულად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული საერთოდ არ ხავდა. ედავებოდნენ 2 ეპიზოდს. ოღონდ იმ არც ერთ ეპიზოდში სხვა პირი მის გარდა არ ფიგურირებდა და თვითონ რაც ჰქონდა ჩადენილი აღიარა, მოინანია და გაუფორმეს საპროცესო. რასაც ედავებოდნენ აღიარა. სხვა თანამშრომლობაზე აქ ლაპარაკი და საუბარი არ ყოფილა და არც ჰქონდა არაფერი. აი ლევან შუკაკიძის წინააღმდეგ თუ მიცა ჩვენება, ლევან შუკაკიძე სახელდებოდა ვთქვათ ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად. შესაბამისად გამოძიებას მასთან უფრო მეტი შეკითხვა ჰქონდა. ამიტომ ვკითხულობ თქვენმა დასაცავმა პირმა მისცა თუ არა ჩვენება შუკაკიძეების ძმების წინააღმდეგ. არანაირი ჩვენება არ მიუწია, იმიტომ რომ არანაირი კვეთა ამ საქმეში მას და შუკაკიძეს არ ქონიათ. შუკაკიძეების გარემოცვა და ზოგადად გლდანის საძმო წლებია ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებად მოიაზრებიან. წლების მანძილზე არაერთხელ გასაჯაროებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ქართულ ოცნებას არჩევნებში ხმების მობილიზებაში ეხმარებოდნენ, მათ შორის აორგანიზებდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმას და ბუნებრივია ეს გარემოცვა აჩენს დამატებით კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იქონია გარკვეულწილად გავლენა ამან იმაზე, რომ ისინი დროზე ადრე დატოვებენ ციხეს გამნერ იქიდან, რომ ბრალდება, რომლითაც ეს ადამიანები იყვნენ დაჭერილი, არის უმძიმესი 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს და აღმოჩნდა, რომ მაქსიმალური სასჯელი, რომელსაც ამ საქმეზე დაკავებული პირები მოიხდიან, არის მხოლოდ და მხოლოდ 1 წელი.